საღამო მშვიდობის 9 საათი ხდება. ცოტა ხნის უკან იყო დედიკო მოსული, ჩემი დედა და მოკლედ გუშინ აი მართლა სასაცილო მიზეზის გამო ვერ ჩავწერე ვიდეო, იმიტომ რომ მობილური ვერ დავტენე დროულად, არ ვიცი რაღაცა დაემართა. ხარ რომელ შტეპსელში ვაერთებდი, ხარ რომელ შტეპსელში და ბოლო-ბოლო აბაზანაში დავტენეთ, მერე მოკლედ რა, ვატარეთ აქეთ-იქით მე და სუსუმ. ხო და მერე სუსუს მივეცი. ხო, რა უნდა გაჩვენოთ? ერთი წამი. მოკლედ ნახეთ, აქ გავაკეთე პატარა თარო. ანუ ონკანთან რა, ესე. სულ მინდოდა რაღაცა მაგდაგვარის გაკეთება, თან არ მინდოდა რაღაცა დიდის, თუმცა ერთი პერიოდი ესეთი სურვილი მქონდა, ფიქრობდი რომ რაღაცა ისეთი გამეკეთებინა, რომ ანუ თებშებიც დამეწყო, რომ ანუ დაწურულიყო რაკონინაში, მაგრამ მაშინ ძალიან დიდი უნდა ყოფილიყო, ანუ გამოწეული და ცოტა შეიძლება ხელსაც შემიშლიდა, მაგრამ მოკლედ ესე გადავწყვიტე რა. თან პრობლემა იმაშია, რომ ესეც გიფსოკარდონია. აქ ანუ კედელზე ესე არ არის, მე მგონი მყარი კედელი, თუ სწორედ მახსოვს. და იმ ანუ ძველებურად დაწნული როა, ხო იცით, ესე დაწნულ ანუ კედელს რო ეძახიან, იმაზე არის კიდე გიფსო და მაგრამ უფრო მყარია რა, ადრე დაწნულს როგორც ქვია რა, რო აკეთებდნენ, ასე თუ ისე ლურსმანი ერჭობოდა რა. ხო და რო ფიქრობდი მეთქი ახლა როგორ გავაკეთო თქო, თან ეს მოკლედ ერთი ტუმბოჩკას რო ეძახიან რა, ის რომ მოხსენი ზედა ნაწილი, ну მოკლედ სოსოს სკამი, ну ყველა რაც სკამები ქონდა, ну ესეთი იყო რა, ძალიან სუსტები და ფუჭდებოდა რა. აი ეს რკინის ტრუბებით როა რა, ძველი იყო უკვე და ტრუბები იღუნებოდა და ავდექი და ის ტუმბოჩკა დაუდგის სკამის ნაცვლად რა. ხო და ზედა ნაწილი რომ მოხსენი, აი ეს ერთი დეტალი, ეს რო ქონდა, ნახეთ როგორ აქ ესეთი მოღუნული. მოკლედ გავაკეთე თარო და როგორ. აქ ხო აქვს ეს ხის ლურსმნები. აი ერთი და მეორე. ასევე ქონდა უკანა მხრიდან, ქონდა კი არა, აქვს. დრელით გავხრიტე კედელი და ჩავაჭედე ეს. საკმაოდ მყარად გაჩერდა, თუმცა მაინც ეგრეთ წოდებული სტრახოვკა მაინც გავუკეთე, აი აქ ლურსმანი დავაჭედე დიდი, საკმაოდ დიდი ლურსმანია ესა და აქ ესე ვთქვათ, აი ესე დავამაგრე. და გამოვიდა აქ ანუ ჭიქების დასაკიდიც არის, ანუ აქაც უბრალოდ ეს აქ ჩამოვკიდე, ხო? ეს სტაფაც აქ დავკიდე. მიყვარს რა, არ ვიცი, ეხლა ზოგს ვიცი, ბევრს არ მოსწონს ესეთი გადატვირთული სამზარეულო. რაღაცა მომენტში მეც მომწონს ესეთი მინიმალიზმი, მაგრამ ზოგადად მიყვარს, ეხლა ცოტა არეულობა მაქვს აქ მაგიდაზე. ზოგადად მიყვარს სამზარეულო, უნდა იყოს რაღაცნაირი ესეთი ზღაპრული, რაღაცნაირად, აი ისიც კი მომწონს, ადრე გახსოვთ, აქ დაკიდული მქონდა, მგონი პიტნა იყო თუ რაღაცა. მოკლედ, აი რაღაცეები რო კიდია რა, ესეც ზუსტად ეს ჩემი დეკორატიული, ასე ვთქვათ, სახლის ძალიან მოუხდა ამას ეს, ну, ყველაფერი. ხო, ეს სურათი აქ ნიკა პატარა დაინახავთ ალბათ ჯინსის კურტკაში, რა ვიცი, ჩანს თუ არა კარგად. აი ზემოდან მესამე, აი ნიკა. ეს არის იმაზე რა ქვია, სანაპიროზე გადაღებული ეკლესიის უკანა მხარეს. ხო, ეს ყვავილი, ну, აი ესე იმედი მაქვს გაზაფხულზე გაიხარებს. დედაჩემმა თქვა, ისე კარგად მაქვსო, ბალბაო გახარებონიო და ისო მოგცემ, მაგრამ მეთქი წამოვიღე, სახში არ იყო მაშინ დედა და პატარა ტოტი რომ მოვაძრე. მეთქი არ ვიცი, შეიძლება არ გაიხაროს თქო და
მირჩევნია გაზაფხულზე გავაკეთოთ ხო ეს ამბავი, იმიტომ რომ მაინც ზამთარია და რა ვიცი მე ხო არ გაიხარებს. მოკლედ ისეთი კმაყოფილი ვარ, საკმაოდ ისეთი ისა და აქ შემიძლია ახლა ისიც შტატივიც დავაყენო, ნახოთ აბა. მე მგონი კარგად დგას. იმედი არ გადმოვარდება. ისე ერთი მხრივ ის არ მეშინია ხოლმე ამ ტელეფონის ესე გადმოხტომა, გინდა წყალში ჩავარდეს, გინდა ძირს დაეცეს, ანუ მაგიტომაც ანუ ერთ-ერთი მიზეზიც იყო ამ მოდელის ყიდვის ის რომ ჯერ ერთი რომ სარკისებური ის აქვს კამერა არა ეხლა რომ ვიღებ ანუ ეკრანის მხრიდან ფრონტალური ქვია მგონი ხო თუ როგორც არის და უკანა ჩვეულებრივი კამერით რა რომ წერან მაგალითად იმას რომ ვიღებდით აროს ხო აი ის არის ზუსტად სარკისებური ანუ პროფესიონალი კამერის ფუნქცია აქვს ხო ეს ერთი იყო მთავარი მიზეზი ამ მობილურის შეძენის თავის დროზე და მეორე იყო ის რომ გამომწვარი შუშით არის დამზადებული თუ როგორც ქვია რა ანუ დავარდნას უძლებს ანუ არ ტყდებაო რა ხაბართალია ეხლა ესე არ დავარდნილა ჯერ მაგრამ მაინც მეშინია ხოლმე თავისთავად ხო და წყალი კიდე ანუ წყალიც არ შედისო რა ვიცი ეგეც მეშინია ხო ასე რომ ეს ის დედამ მოკლედ გადავედით უშაქრო კოკა-კოლაზე როცა ძალიან მოგვინდება ხოლმე რაიმე ტკბილი გვირჩევნია ხოლმე ესე მოკლედ აი ეს ეს შავი თავსახურით ძალიან არ მიყვარდა მაგრამ რა უჭირს იმითი რა ქვია ნიგოსით გავაკეთე გუშინ წინ ხო ეს ბაჟი თან მე ხო საკეფი მანქანა არა მაქვს ბლენდერი კი მაგრამ ყოველთვის ვერ აკუცმაცებს რა ნიგოზის იმას თან ნიგოზი თუ ეხა ფუმფულა და თეთრია ესეთი კი შეიძლება მოახერხოს მაგრამ ცოტათი ოდნავ თუ ისეთია აი ხვდებით მოხმელო რაღაცნაირი ოდნავ ხმელი ვერ დააკუცმაცებს ბლენდერი და ამიტომ ჯერ სანახში კარგად ვნაყე და მერე უკვე მასკენი დავაბლენდერე და ესე გავაკეთე. ეხლა მინდა მაკარონი გავაკეთო. ამას წინათ რომ ვიყავი წასული ჩემებთან ლანდამ გავუმატანა მაკარონი და მაკარონი ითი რა ქვია დახეხილი ყველით. დედამ კიდე დაფნა არ გინდაო თავისთვისაც ანუ თავისთვის იყიდა და მეთქი მე დაფნა იმდენი მაქვს მეთქი მაგრამ ცოტას მაინც ავიღებ თქო ახლა ნედლი უფრო თან ისეთი თავისი ყვავილებით არის ერთი ისეთი გაყვავილებული იყო კაი დიდი ის ქონდა ბუჩქიზე აი დაფნის სუნზე ვგიჟდები მეგობრებო მაგრამ ადრე მახსოვს ვიღაცამ მითხრა და დაფნა ანუ მდუღარე წყალი დაასხია და ის დალიოდა ცუდად ხდის რატო არ ვიცი ანუ აი რაღაცნაირად გული მიჩქარდება თავბრუს ხვევა მეწყება ცოტა რაღაცა უცნაურად მოქმედებს დაფნა ჩემზე ამიტომ დედას უყვარს ბორშის გაკეთება დაფნის ფოთლით და დედასთან თუ მივირთვი ხოლმე ბორში მე უცნაურად გრძნობ ხოლმე თავს ხო ნუ ყინულებს ყოველთვის ვყრი ხოლმე არ ვიცი ზამთარ ზაფხულს კი მოქვს მაგრამ ესეც მინდა რომ გავაკეთო ხო რაც შეეხება საღამოს კვებას ანუ საღამოს რო არ ვჭამდი რა 6-ის მერე დროებით შევაჩერე ეს ისა იმიტომ რომ წონა კარგად ანუ ეტაპობრივად იკლებს და აღარა მაქვს იმის საჭიროება და იმისის რომ აი მაგალითად ეხა თავი ვაწვალო და სტრესულ მდგომარეობაში ჩავაყენო როცა საღამოს რაღაცა მომინდება პურის გარეშე შემიძლია მაგალითად ქათმის ხორცი ან ფილე ცოტა შევჭამო ხოლმე და ანუ მაგმაყოფილებს ანუ საღამოს საათებში უფრო ცილა უნდა მიიღოს ორგანიზმი კაფე
გეყოფა ეხლა. და მოკლედ რაღაცები მომიტანა კიდე დედამ, რაღაცა კარტოფილი, ხალხვინი, ორი მწვანილები, ქათმის ბარკლები, ოღონდ ნედლიც ხო იყიდება ხოლმე. მოკლედ დიდი სხვაობა არ არის, თუმცა ერთი სხვაობა ის არის, რომ გაყინული უფრო მავნეა, ვიდრე ანუ ნედლად როცა ყიდიან, უცბად ყიდიან, რა აყინავენ, მე როგორც ვიცი, კიდე ილესავს. გაფი! გეყოფა ეხლა. ამ გამოდივა აქედან, ჩქარა, როზე. მოკლედ, ჩემი გარესტავრირებული ის, რა ქვია, სავარძელი სულ გამიბანძა გაფი, ილესავს ბჭყალებს ზედ. დიდი სამბით რომ შევარჩიე მატერია, ეს ფარდის ნაჭრებს რო ყიდიან, ხო იცით, სქელი. ეგ ვიყიდე, გუბკა ვიყიდე. მოკლედ, მე ზომებად დავჭერი, შევკერე, იქით, აქეთ რაღაცა ვიწვალე, ვასტეპლერე და ეხლა კატა ანადგურებს ჩემს რომას ჯაფას. ხო, კიდევ ტაფის გარდა კიდე გავხეხე ესა. ეს ჩაიდანი. ეს იყო თუ გახსოვთ წინა ვიდეოებში, ისა რაფერი იყო კაცო. რაღაცნაირი საღებავით რო იყო რა, შეღებილი, მოჭრელო რაღაც მონაცრისფრო, ცოტა მუქი და ესე გავათეთრე, გამოვაპრიალე. შიგნითაც სარკესავით გახდა, ნუ შიგნითაც ხეხე რა თქმა უნდა. ეს ცოტა ზედმეტი მომივიდა აი ამის გახეხვა, ეს სახელურის და ცოტა გამიცდა, ანუ მუქი, ისეთი მუქი არ არის, მაგრამ ვფიქრობ რაღაცა შემიძლია გავაკეთო. მაინც სახელური არ ამგონია ეხლა ამას ძალიან დიდი სიცხე მიადგეს დუღილის დროს და აქვია იმას ან საღებავით, ჯერ შავი საღებავით და მერე შეიძლება ლაკი გადაუსვა. არ ვიცი, ეხლა დუღილის დროს ესე გავაჩერებ. ასე თუ იქნება, არც მაშინ ედება, მაგრამ მაინც უფრო რომ მუქი იყოს რა. ეხლა იმ ჩაიდანს ხო ამის სახურავი ახურია ხოლმე. ამისია რა, ოღონდ ეს ძალიან მჭიდროდ ეხურება. ნუ ერთ სახურავი ორ ჩაიდანზე რა პრობლემაა. ხო და აი ესე გავაპრიალე. დედა ჩემი გაგიჟდა. რითი აპრიალებო, რითი ხეხავო ესეო. მეთქი ცოტა ვწვალობ მეთქი, მაგრამ ხეხავ თქო, ანუ ყველაფრით თქო, რითიო რომ მკითხა. სეტკითო, არა მეთქი, სეტ კაჭკურ, ყველაფერი რაც კი რითიც ხელი მიწუდება, იმითი ხეხავ. არანაირი ხსნარები, მეგობრებო, არ დაიჯეროთ, ეხლა არ ვიცი, შეიძლება ვიღაცას აქვს კარგი მეთოდი ხსნარის ამბავში. მაგრამ აი ეს მაგალითად არც ერთმა ხსნარმა არ აიღო. ეს ადრე ხო ვცადე, დიდი ხნის წინ. რა ქვია იმას, რასტვარი წერეთ, კაი რასტვარი წელი რომ აქ უკვე დამიძულდა, მაგრამ ქვია რა, ესე აწერია 646, აი ესეთი რასტვარი წელი ნახეთ როგორი ამღვრეულია უკვე, ანუ ამასაც აკეთობა დროა და რა ვიცი მე, თან ცოტა და ადრე მქონდა ესეთი. ეს არ ვიცი, ეს დიდი არაფერი. ეს მაქვს როდინდელი, იცით მეგობრებო, არ ვიცი, როდის ვიყიდე. ბოლოს ესეთი რაღაცები, აქ ლაკი მაქვს, მუქი ლაკი. ხო და ესა ჩავასხი აქაც რა, ცოტა რო გამეზავებინა, გამხმარი იყო და ამას გამოვიყენებ მე რაღაცები მაქვს გასაკეთებელი. ხო, მოკლედ. ხო, ხსნარებს რო აკეთებენ თქო რა, ვიდეოები ვნახე და რა არ მომისინჯია, ყველაფერი თითქმის რაც კი აი ესა. ნუ ალბათ უფრო ნახვებისთვის და ვიდეოს, ანუ ნახვები რო კონდეს, მაგიტო დებენ ესეთ ვიდეოებს, იმიტომ რომ რამდენჯერაც წადე, არც ერთხელ არ გამამართლა. ხელები და მისი ჯანი, აი შკურკა, ხო? ეს გუკაშკურკები როა, არის ნულივოის ეძახიან, მგონი ძალიან წმინდა როა, ეგ ცოტა ანუ ეგ ბოლოს შეიძლება გადაუსვათ, მანამდე აი ცოტათი უხეში, ოდნავ უხეში როა, ეგა, სეტკა, დანა, ნუ ტაფებზე, ამაზე არა რა თქმა უნდა. ხო, ეხლა ეს დამჭა, ეს გამოსახეხი ვინესაც მაქვს, აქეთ დავდგა. ეხლა ეს დამჭა.
უკვე სახელურები მოხსენი, აი, აქედაც სახელურები მოხსენი და დავიწყე ვითომ, აი, ნახეთ, აი აქ. დავიწყე და ეხლა ეს უნდა შიგნითაც და გარეთაც სულ უნდა გამოვათეთრო რა, მოკლედ, აი, საფლაფორთოა, იმიტომ რომ ცოტა რაღაცნაირი საღებავია. ჭიდროთ არის რა, იმიტომ რომ როგორც გარედან არის საღებავი, ისევე ანუ შიგნით იგულისხმებოდა რომ უნდა დიდი ხანი გაეძლო და ეტყობა კარგად არის კაპიტალურად გაკეთებული. ცოტა რაღაცა თითქოს გასასწორებელიც არის. ამასაც გავასწორებ თავისთავად. მე სახელურებს დავუმაგრებ, სახელურებსაც გავწმინდა, მინდა რომ იყოს თავისი ფერი. თავის ფერი არის შავი, აი ამის თავსახურია ესა და ნახეთ აქვს შავი ისინი, ანუ შიგნით შავი, ესე იგი ამასაც რომ გავაყრებ შავი გამოჩნდება. ეს დროებით გადავდოთ და მექნება სულ ვერცხლისფერი, მოკლედ ჯამჭურჭელი თუ როგორ ქვია, რა ქვია იმას, ქვაბები და ტაფები. ხო, ნინომ რომ აჩუქა ტაფა, იმას გარედან მხოლოდ გარედან, იმიტომ რომ შიგნით აქვს თავის ფენა, ანუ ის რო არ იკრავს ეგ ფენა არის და თავისთავად იმას მოუფრთხილდები და გარედან იქნება როგორც წინა ჯერზე ტაფა გავათეთრე, ვისაც არ გინახიათ და ახლები ხართ, გაჩვენებთ ახლა. აი ესე რომ გავათეთრე ტაფა. ეს ანუ ხოლმე ანუ შიგნით იქნება ის რო არ იკრავს ის ფენა და მხოლოდ გარედან იქნება თეთრი. იმიტომ რომ ყველა ვარიანტში იმას რომ გავწმინდა აძვრება საღებავი და ეს დატოვება უკვე უაზრობა იქნება. ხო, ეხლა მე ყავას მოვიდუღებ, დედა მომიტანა ყავა. კი გუშინ ვიყიდე ცოტა იმის, რა ქვია, ჩვენ მაღაზიაში ხო არ ვარ გადაფხული ნალექიანი ყავა და მოკლედ ავდექი და ყავაში ერთი კოვზი კაკაო გავურიე. მეთქი, აბა საერთოდ გემო არ აქვს და აი რაღაცა ხო იცით, სურვილი რო გაქვს ყავის დალევა და დალევის და რო რაღაცა მაინც იყოს თქო რა, მსგავსებული და ნუ რაღაცნაირი ყავა რა, მოკლედ უფრო გავს აი 90-იანებში რო რაღაცა სოიოს ის რო იყო აი ეგეთი ეფექტი აქვს რა, გემო. ხო და მოკლედ ესე გავაკეთე. დედამ რომ მომიტანა დავაბინავე ეგრევე აქ ქილაში, ეს არის ბარონის ყავა, რა თქმა უნდა 100 თავით ჯობია. ხო და ასე რომ ეხლა ამას გავაკეთებ. დედასაც დავალევინე ყავა. ეხლა პაწეწუნა ჭიქით გავიკეთებ. მეორე მაქვს გასარეცხი, რაღაცა არ ვიცი, წებოა შიგნით, ლაქია თუ რა ვიცი რა ჩავასხი თავის დროზე, ეხლა დაგუბებული მაქვს წყალი, ჟელეიანი წყალი, რომ მე როგორღაცა რაიმე ისეთ საზღვარი ხელის მოსაკიდებელია. აი თიძე რომ მოგედება და რაღაცა წეპოვანი ხდება და მე იმ წეპოვანსაც რომ ვერ იშორებ, ვერ წაყნით ვერაფრით და მოკლედ საზღვრობაა რა და ეგ მინდა მოვაშორო რა. ეს ანუ აი ესეთი ჭიქაღუნდ გასარეცხი მაქვს აგერ, შიგნით წყალია ჩაგუბებული, ეტყობა მაგასაც იმისთვის ხმარობდი რა, ლაქი რო წამესვა ეტყობა თუ რაღაცა ეგეთი და ესე გავაფუჭე რა, გასარეცხია მოკლედ. ხო ახლა ჩავასწორ. ხო ეს მაქვს კიდე კარგად გასახერხი ახლა. ადრე თავის დროზე კი გავხეხე, მაგრამ რა ვიცი, გაიჭვარტლა რა, გასე ცოტა ის რო ქონდა. უკვე რომ ჟუტავდა გაზი, მაგ დროს გაიჭვარტლა. მე მქონი თოსტოვეთ მახსოვს და ესეც კარგად უნდა გამოვათეთრო. მოკლედ რაღაცა ის მჭირს, რაღაცა მანიაკალური ისა რა, ამ გათეთრება და გახეხვის იმებზე. სხვათა შორის კოვზებზეც მაქვს ხოლმე ესეთი რამე, აი ძველი კოვზები რო იყო ხოლმე. აი ეს საერთოდ აი პატარა ჩუქურთმები და რაღაცა თუ ქონდა რა ნახატი, რატომღაც რა ვიცი, ილექებოდა და
ჩვეულებრივი სეტკით, ანუ გუბკის მეორე მხარით მშვენივრად პრიალდება და კიდე ჩაის კოვზები ოდნავ ფერს იცვლის ხოლმე, აი არ მიყვარს, უნდა ბოლომდე გამოვათეთრო და ეს რა ქვია იმას ემალი კი არა და ღმერთო როგორ მავიწყდება ამის ისა ანუ ეს თეთრი რა რითიც კეთდება ეს ჭიქებიც ხო იკეთებს პატარა ნალექს ჩაისგან, ყავისგან ესეც გუბკის ანუ მეორე მხრიდან საკმაოდ კარგად პრიალდება და მოკლედ ესე გავხეხავ და გავატრიალებ ხავალდი დაუტანიე ესე რომ არომატები არ მოძვრეს, არ გაიქცეს. ცოტა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ჭიქაა და აი ასე. ლაიფჰაკები, რომ ყავამ არომატი არ დაკარგოს. ხო, შაქარი მინდა, შაქარი 1 კოვში. აბა ამ პატარა ჭიქაზე ერთიც ბევრია, აი ამაზე. იმიტომ გამოჩნდა. ავანთოთ მე რა ცუდი ასანთებია, აი ესეთები არ იყიდოთ მეგობრებო, ეს არის საზიზღრობა. ავით ასანთის გარდა ყველაფერია. ჩაქრა, არა და ბევრიც აღარ დამჭა. რა მინდებია მეგობრებო, წვიმები, თოვლი მაინც მოდიოდეს, აი მშრალი თოვლი, ფაფუკი, ფარფატა, ფანდელები. არა. არ ვიცი რა. აი ხო გეუბნები, არა აქვს ისა. ეს უпроსტად, ეს გოგირდი კიდე არა უშავს. თვითონ აი ეს გვერდები აქვს ძალიან ცუდი. და მალე იმაშვება, ისე ცვდება, რომ აღარ ანთებს. მეგონა უკვე დავდგი. ესეც ასე ეს ძალიან ცოტა დაჩა უკვე ძველია ეს ამას არის კატები არ შეჭრამე საერთოდ ის გაფიჭამს ხოლმე ნდობი არა მოდი კატას დავუდებ ცოტა ესე გადასაკრავად ხამაცივერში იყო გაფიჭებული არ არის ой, მართლა ეს მქონდა ადრე ნაყიდი იმაში ფიქს პრაისში არომატული სანთელი თავის ლამაზ ჭიქაში და რომ დამთავრდა ეს სანთელი და რაღაცებს ვაწყობდი ხოლმე შიგნით რა ეს ყაის ნაღები რა ქვია იმას ფანქრები, პასტები, რაღაცები რა, მოკლედ აი ეგეთი რა. ხო და მეთქი, არ მახსოვს ვიღაცის ვიდეოში ვნახე მსგავსი ჭიქა, მე მგონი ჟანას ჰქონდა. უი. ხო და ой, მეთქი, ეს როგორ გავს იმას მეთქი რა, ანუ მე რომ მაქვს თქო. ხო და ავდექი რა ქვია იმას გადმოვასათორე დავიწვა ხელი ძირზე ქონდა ის რა ქვია ქავალდი რა მიკროლი
შიგნით ცოტა იყო დარჩენილი სანთელი, ძირზე რა უკვე ჩამდგნარი იყო. თავისი დასაფარებელი რაღაც მრგვალი ის პლასტიკადის რაღაცის ის ქონდა. გადავაგდე, გავრეცხე კარგად ის ძირზე მიკრული რო ქონდა ის რაღაც აი ამაზე რა მოკლედ აქ მოვაშორე და შვენიერი ჭიქა გამოვიდა. და ისე გემრიელად სვა აქედან თან ეს ხო ცეცხლგამძლეა, ანუ სანთელი როცა ანთია შიგნით თავისთავად. სანთლის ვისაც ლამაზია ისე შუქზე, ეხლა არ ვიცი აქედან როგორ გამოჩნდება. ეხლა მე ვხედავ ძალიან ლამაზი ფერია. და განახოთ. ხო, მიხვდებით რა როგორია და აი ესეთი ამობურცულები და ამის წყალობით აი ეს ამობურცულები როა რაც არ უნდა დუღარე იყოს შიგნით ხელს ანუ თავისუფლად კიდებ რა ანუ არ გეწვის რა ხელი და ისეთი გემრიელი სახმარი ჭიქა უბრალოდ მე მგონი ჟანას ის აქვს ხელის მოსაკიდებელი და ცოტა დიდებია ის მე მგონი და ეს ისეთი საყვარელი პაწაწუნა თითი რას მიგოს ესეთი ჭიქა ხო და აი ესე რა შედარება შვენიერი ყავა ის სხვა არის იმას სხვანაირი გემო ისე რა არის მეგობრო რა მაინტერესებს აი ეს უნალექო ყავა ეხლა ეს ნესკაფე არ არის ნესკაფეს იმაში მაქვს ჩაყრილი წონით ყიდულობ ხოლმე რა ყავას როცა ანუ ნალექიანი არა მაქვს რაღაცა ყავა ხო მინდა ხოლმე მაინც და რო გავთქვიფავ ანუ გათქვეფილი უფრო სხვა გათქვეფილ სხვა გემო აქვს და ისე სხვა გემო უფრო მეტ არომატს უშვებს როცა თქვიფავ რა ვიცი ეს ყინულებიც ჩავყარე ოიაქ ჩავაგუბო წყალი ყავა დავლიეთ ამითი და ის რა ქვია მე ძირში იმას შვება ხოლმე მოკლედ ახლა ბევრი ჭურჭელი არა მაგასაც მაგრამ გასაეცი მაქვს ხო სხვა რა ხდება ჩვენთან რა ვიცი სოსო გამოაჩინეო გამოჩნდესო რა ვიცი გამოჩნდი სოსო შემდეგ ვიდეოსში გამოვჩნდებიო ისე მართლა ერთხელ ერთობლივი ვიდეო რო ჩავწეროთ არ გინდა ხო რაღაცა ვისაუბროთ ჰა? ნაციონალური? რას ნიშნავს? ვერ მივხვდი ახლა შენ ხუმრობას. მოკლედ რაღაცა ხო ერთობლივ ვიდეოს ჩავწერთ ახლა რაღაცა თემა იქნება და ისე რომ ბავშვი არ დადგეს ისე არ ხო ეს ინტერნეტი დამავიწყდა გამეთიშა და ის მოდის notification ეს გაზი რო ცივდება ხოლმე რაღაცა კაცუნობს და ფიქრობ ხოლმე რა არის რა ხმებია სხვათა შორის რას ვარ დაკვირვებული ბორში პირველ დღეს ისეთი არ არის ხოლმე ეხლა არა მაქვს ბორში ეხლა წვენილი მაგრამ მეორე და მესამე დღეს უფრო გემრიელია და სხვათა შორის წვნიანსაც დავუკვირდი რომ ესეა ანუ ახალი გაკეთებული რატომღაც ისეთი არ არის ხოლმე სიმართლე გითხრათ ახლა ისე მეზარება ამის გაკეთება ხო და თან კიდე ახლა უფრო სოსოსთვის მე არ მგონია ახლა ეს მივირთა უკვე გვიან ხო პურს არ ვჭამ თეთრ პურს გუშინ უბრალოდ სოსოსთვის მინდოდა რაღაცა ისა ყიყლიყოები გამეკეთებინა და დაჭრილი პური ამოვიტანე რა მოკლედ ესე დაწყდა. ხო და დედამ არ იცოდა რა არ ახსოვდა ეხლა ყველაფერს ვარ დაიმახსოვრებ. ერთი პური ამოვიტანა თეთრი პური და არ ვიცი ეს თეთრი პური ფიქრობ უფრო ალბათ სუხარს გავაკეთებ როგორც მაშინ. ჩვენ გვაქვს ანუ აი ესეთი სერიო თუ რა ქვია ესეთი პური და აი ეს პური ეს მოხარშული აკაწერია მოხარშული შავი პური
ხო და აი ეს არის ჩემი პური. ანუ რასაც მე მივირთმევ ერთ ნაჭერს, თხელ ნაჭერს, ესეთ თხელ ნაჭერს. თითო ანუ სადილზე ვატან. ხო, სადილი ჩვენ გვაქვს ხოლმე მე საერთოდ ეს დიდი ხანია ესეთი ტიპის სადილები, ეს ჩემ ჩვევაშია რა, მოკლედ მე არასოდეს არ მიყვარს აი ერთი ის რო არა, მოკლედ როგორ გითხრათ, აი დავუშვათ ავიღოთ თებში, ხო? მართალია ცოტა ესეთი ხარჯიანია, მაგრამ არც ისე პრინციპში, როცა აი გარნიერი რო იტყვიან ხოლმე, ხო იცით? ანუ ან წიწიბურა, ან ბრინჯი, ან რაღაცა ვთქვათ ესეთი, იქ ცოტა ისე რაღაცა მწვანილები აკეთე და ანუ აი ესეთი აკინძული, შეკრული თებში თან აი ვცდილობ ხოლმე რომ მინიმალურად დავაწყო, იმიტომ რომ ამდენი რაღაცა ერთ თებში იმდენად ნოყიერია და იმდენად სუყია, რომ აი მართლა შეიძლება ვეღარ ისუნთქო ისეთია რა და ამიტომ ადრე რო ვაკეთებდი ვთქვათ ცოტა დიდ თებშებზე, ხო? ავდექი და დავაპატარავე და ცოტა პატარა თებშებზე დავიწყე დალაგება, რომ უფრო მივხვდე. ხო, იმიტომ რომ მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ რაოდენობასაც, ეხლა ესე უცბად ადამიანმა ეხლა როცა რაღაცა რაოდენობას მიირთმევ და უცბად მცირეზე გადახვიდე, ვერ მოახერხებს ადამიანი, იმიტომ რომ მე მაგალითად მაინც სისუსტეს გრძნობდი და ამიტომ რაღაცა ეტაპობრივად ნელ-ნელა შევამცირე და ეხლა მაგალითად რაღაც ერთი-ორ უკანს რომ მივირთმე უკვე გრძნობ რომ რაღაცნაირად ანუ შიფშილის გრძნობა აღარა მაქვს მერე და რატომ გავაგრძელო, ხო? რა სისულელეა. ხო, თან დიდხანს ვღეჭავ მეგობრებო, დიდხანს ვღეჭავ ლუკმას და ანუ ტვინს ხო დროულად გებულობს რომ ანუ ინფორმაციას რომ მიიღო საკვები, ხო? ზოგი არის რომ სწრაფად რომ ყლაპავს ტვინი ვერ ხვდება. მივიღე საკვები და ამიტომ ესეთ გაოგნებულია და კიდე უნდა რა. ანუ ტვინი ფიქრობს რომ რაღაცა გვაკლია. რაღაცა უნდა მიიღო, ამ დროს ორგანიზმმა მიიღო, მაგრამ ვერ გადახაშა და ცენტრი რო იტყვიან ცენტროპროლინია არის ტვინი, ხო? ხო და ამიტომ ეს დიდხანს ღეჭვა არის გამახსენდა. ვანდა ბავშვობაში როგორ ჭამდა ხოლმე, ახლა გეტყვით. რომ დაუდებდნენ სადილს, ჯერ უყურებდა კარგად უყურებდა. მერე რომ დაიწყებდა ჭამას, ნუ მოკლედ 1 საათი ღეჭავდა, ნუ ეხლა მართლა 1 საათი კი არა, მაგრამ დიდი ხანი რა, ღეჭავდა ერთ ლუკმას. ღეჭავდა და ნუ აი კარგი ხანი უნდებოდა სადილს რა. ხო და საბოლოო ჯამში ვანდა ყოველთვის იყო აი ძალიან გამხდარი. გეგონებოდა რომ უჭმელი ბავშვია ამ დროს ჭამდა, მაგრამ აი ესეთი მეთოდით და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხვათა შორის. ესეც კიდე ერთი ლაიფჰაკი, რომ თუ გინდა რომ წონაში დაიგო სადილს როცა მიირთმევ, თუ გადარბენაზე ადამიანი ესე ვერ გააკეთებს ვერანაირად. ხო და უნდა ანუ კარგახანი ღეჭო ეს ლუკმა და მალეც დგება ეს დანაყრება და მე ანუ შეიძლება დაგრჩეს თებში მეტი აღარც გინდოდეს. გადადე, ანუ კონტეინერში ჩადე, მაცი ვერ შეინახე. всё. და ხო, გუშინ კიდე რა გავაკეთე? სოსოს ხო აქვს საათი. საწამდე ის საათი, სოსო. გაჩვენ. მე სხვა გავხსნა. ხელზე. მოკლედ. ეხლა მართალია სოსოს ტელეფონი რო არ აქვს, ანუ გაფუჭებულია. დაკავშირებული არ არის. ჩემ ტელეფონს არ ვუკავშირებ, იმიტომ რომ მოკლედ ეს საათი, რომელიც ნიკა მაჩუკა სოსოს დაბადების დღეზე ეს ზომავს ჟანგბადს, გულისცემა, ნუ მოკლედ ძალიან ბევრი ფუნქციები აქვს და ერთ-ერთი ესეთი ფუნქცია არის მაგალითად რო დადიხარ
ნუ აქ არის ეს გულსაც ზომავს, ნუ ყველაფერია. ხო და რო დადიხარ, ანუ ნაბიჯებს ხო ითვლის, ნაბიჯებთან ერთად გულის ცემას გაჩვენებს რამდენია. ამასთან ერთად გაჩვენებს რამდენი კილომეტრი გაიარე, კიდევ იმას აჩვენებს რამდენი კალორია დაწვი. მოკლედ გუში სახლში მეგობრებო, აი ადამიანმა მონინდომოს და სულ არ არის საჭირო ყინვაში გასვლა, სიტყვაზე ვიძახი რა, რომ ციოდეს და ყინავდეს ან წვიმდეს. სახლშიც შეიძლება ახლა თუ მონიშნავ ტერიტორიას და დაიწყებს სიარულს. ცოტა თავბრუ რომ მეხვეოდა, აბდექი და მერე რვიანის ფორმის სიარული დავიწყე. რომ თავბრუ არ დამხვეოდა. მოკლედ ვიარე 1000 კი არა და 1 კილომეტრამდე გავიარე. იყო 900 რაღაცა. ხო და 1 კილომეტრამდე გავიარე, 40 კალორიამდე დავწვი. და გამომივიდა 1000 მგონი 1000 ნაბიჯი თუ რაღაც. მოკლედ აი ესეთი შეფარდებით და ჩავინიშნე ხოლმე ახლა ფუნქციონზე ვერ მოვკიდე. მოკლედ 1 კილომეტრი ადამიანმა რო გაიაროს ფეხით, ანუ ფეხით სიარულზე აქვს საუბარი. 1 კილომეტრს თუ გაივლის ადამიანი 40 კალორიას ხარჯავს. ნუ მე ჩემი იმიდან ესე დავასკვენი. ნუ თავისთავად ახლა 10 კილომეტრი 400 კალორია. 10 კილომეტრი ახლა ჩემთვის როცა ქუჩაში დავდივარ, მე მიყვარს ფეხით სიარული, მეგობრებო, არ ვიცი. ბავშვობიდან ესე ვარ. ტრანსპორტი დიდად არასოდეს არ მყარებია. როცა ახლა გეჩქარება და თან შორგზაზე მიდიხარ, ახლა მაგალითად აქედან გლანში ფეხით მართლა ვერ გავალ. მე მოვატიეთ თუ საქმეზე მივდივარ თავისთავად და მეტროს გამოვიყენებ, მაგრამ აი მაგალითად სახლიდან მე რო ცხოვრობდი უშანგი ჩხეიძეზე, ხო, მარჯანიშვილის თეატრის გვერდზე ქუჩაზე. იქიდან აბანოთუბანი, ხო იცით, ანუ სადაც ისინია აი აბანოები რო არის რა, ძველი ეს უბანი. აი იქამდე მაშინ დედას ეს იყო ნაცნობი ჩვენი ყოფილი მეზობელი, ანუ ქირით ცხოვრობდა, მე იქით გადავიდა და იმასთან მივდიოდი ხოლმე სტუმრად. დედაც დადიოდა, მეც და ფეხით დავდიოდი. თან ორსული. ნიკაზე ვიყავი ორსულად. ფეხით მივდიოდი სახლიდან იქამდე. ვარჯიშობდი, ხო. სხვათა შორის მე-5 თუ მე-6 თვეში ვიყავი, ჩოგბურთსაც კი ვთამაშობდი ოღონდ ეზოში იმითი კედელზე რა, ვუტავდი. ხო და მახსოვს მეზობელი ისიც ორსულად იყო, ოღონდ ჩემზე ცოტა დიდი ორსულობა ჰქონდა და მეუღლე რაღაცა დიალოგი მესმოდა ხოლმე, ახლა იტალიურ ეზოებში ხო იცით როგორ კარგი ვარ, აქ ცხენიაო, ნახეო, მადლენაო, ანუ ისიც ორსულად არისო და როგორ ანუ სპორტულ ფორმაშიაო. ნუ სამშობიაროში ერთი თვით ადრე რომ დამაწვინეს, სხვათა შორის მეძახდნენ სპორტსმენკა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო შორტიკები მეცვა და მე იქ ეკთნები თვალებს დამბრიელებდნენ ხოლმე, ხალათი მოიცვი, ხალათი არ შეიძლებაო და თავისთავად მე ხალათს მოვიწმევდი ხოლმე ისე მაისური და შორტები მეცვა. მუცელი ძალიან არ მეტყობოდა მეგობრებო. ისეთი წყობა მაქვს რომ ისე ანუ ძალიან ისე კოხტად მქონდა თან წონაშიც არ მომიმატია. ჯერ ერთი რომ არც მქონდა იმდენი საშუალება ყოფილა რომ აი რაღაცა მომდომებია და მხოლოდ სულილად დარჩენილა და ნუ პერიოდებიც იყო რომ მიშიმშილია კიდევაც ორსულობის დროს. სამაგიეროდ მაგის შედეგია კბილები რომ გამიფუჭდა მეგობრებო, იმიტომ რომ მთელი რაც ბავშვს სჭირდებოდა ის ვიტამინები და რაც ნივთიერებები, ანუ ჩემგანა იყო, ჩემგან წავიდა და მე გამოვიფიტე რა, რომ ესე რომ ვთქვათ, კბილებიც გამიფუჭდა მოკლედ წონაში ხო თავისთავად დავიკელი, ჰემოგლობინიც დამივარდა ძალიან. იცით როგორ ვიყავი, აი ლამაზად კი გამოვიყურებოდი, ანუ ტანზე ესეთი კოხტა ვიყავი, ტანწერწეტა და რაღაცა ესეთი თხელი რო ხარ, უფრო მაღალიც ჩანხარ, ჯერისას არ ვუჩივი სიმაღლეს 1.70-მდე ვარ და ეხლა წარმოიდგინეთ თხელი და მოკლედ რო და გარეთ რო გავდიოდი ხოლმე ბავშვობას ერნებდი,
თავიდან ცოტა ესე აი თითქოს სიზმარში ვიყავი, იმიტომ რომ ჰემოგლობინი მქონდა დაბალი და მე ეტაპობრივად დავიწყე რა რაღაცა წვენები რაღაცეები და ცოტა ფერზე მოვედი რა. ხო და იმას ვსვავდი მგონი თუ სწორად მახსოვს ფეროპლექსი იყო მაშინ თუ რაღაცა ანუ რკინის შემცველიებები. ხო, სამშობიაროში ერთი თვით ადრე იმიტომ დამაწვინეს რომ პირველი მშობიარობა რახან იყო თან რაღაცა გართულებას ელოდებოდნენ, სხვათა შორის მძიმე მშობიარობა მქონდა ექიმების თვალსაზრისით, თუმცა ხო არა, მეც მაგარი შეშინებული ვიყავი, კარგი ხანი, იმიტომ ვერ წვიტავდი სხვათა შორის ნიკას მერე იყო ესეთი ანუ ცოლობას მთხოვდნენ, მაგრამ ზუსტად ეგ მაშინებდა, ეხლა მარტო გათხოვება ხო არ არის, იცი ხო, თავისთავად აცნობიერებ რომ რო გათხოვდები, თავისთავად ბავშვი უნდა გააჩინო, ხო და პირველი ეგ რომ თავში ამენთებოდა ეგ აზრი რომ ბავშვი უნდა გამეჩინა, შიშის გზნობა მქონდა რომ მეთქი არ შემიძლია, იმიტომ რომ რაღაცა კოშმარად წარმომედგინა, მეგონა რომ მეორე მშობიარობას ვეღარ გადავიტანდი, всё, აი მოვკვდებოდი იქ. იმიტომ რომ მართლა შუა მშობიარობის დროს მახსოვს აი გონება მეკარგებოდა და თავი ესე ნელ-ნელა ესე მიმაქვს და მახსოვს ანუ ბურუში რაღაც ესე რომ ექიმა დაიყვირა ჟანგბადიო და მეთქი ვის ჭირდება ჟანგბადი და აი თავი ავიყვანე ხელში აი რო იტყვი ანჩირის სიულო რა აი ძალიან ისე და მახსოვს რომ აი ესეთი სისუსტის გზნობა რო გაქვს აი გულის წასვლაც რო შეაჩერებ რაღაცა და თან მაინც რო ძალით რო სუნთქავ და ანუ თავი რომ მოყავს გუნზე რა ეს რო იტყვი ან რუსულად სილაბოელი მაქვს ანუ ნებისყოფა თუ როგორც არის ხო და ესე მოკლედ მე სოსო რო გავაჯინე კი თქვა იქ ერთმა ექთანმა რომ შენ რა იმისა ვითხარ რომ ციმბირელი ქალი ვითხარო, ანუ გაკაჟებულიო რა, ანუ ძლიერიო რა. და ფიზიოლოგიურად ჩვეულებრივად ვიმშობიარე არანაირი საკეისრო, არანაირი სპინალური თუ რა ქვია ეს გამაყუჩებლები და იმებით, მე ბავშვს ზიანს არ მივაყენებდი არანაირად. ბუნებამ როგორც დააწესა, ისე გავაჩინე სოსო. და სხვათა შორის რომ მითხრა ექიმა პირველი ვით იქნებაო. ვაიმე, უნდა გენახათ ჩემი სახე. მე მგონი იმ მომენტში ხო სარკე არ იყო იქ, მაგრამ ალბათ ფერი დავკარგე, იმიტომ რომ წარმოვიდგინე, მეთქი თუ ისე იქნება. არ ვიცი. ხო, წლების დაღვრას რაც შეეხება, პირველზეც არ მქონია, ანუ წლები არ დამიგვრია, ძალით ექიმა დამაყრევინა და ეხლაც ანუ სოსოზეც რომ გამეორდა ეს წლების ისა ხო მე ვიფიქრე მაშინ რომ всё მეთქი მორჩა ჩემი საქმე დამთავრებულია თქო და იქ ეს ანუ ტკივილები როა რა თავარი ტკივილები რა ტკივილებითაც უნდა დაიბადოს ბავშვი არ დამოვიწყდება ეს დაძაბული დგება სკამს ჩაბღაუჭებული და მამაო ჩვენს კითხულობდა რაღაც მომენტში გავხედე ექიმებს და გაოცებული სახით ვიყურებდნენ იმიტომ რომ მაგ დროს რა ლოცვა არის ლოცვა ადამიანს არაფრის თავი არ აქვს ვერანაირად მაგრამ აი რო არ ჩერდებოდი მამაო ჩვენს კითხულობდი მშობიარობის წინ და ყველაფერმა მშვიდობიან და ჩაიარა ნიკაზეც ვლოცულობდი, ოღონდ მანამდე, სანამ დაიწყებოდა ტკივილები. ცოტა გამეცინე, ხა რაღაცა გავახსენე და მოკლედ წლები რომ დამაყრევიდეს ძალით ნიკაზე მარტო ვარ ბლოგში და აი უკვე რომ ვიგრძენი, უკვე რომ დაიწყო ეს თითქოს რაღაცნაირად გამოშრა ეს ისა მუცელი და უკვე ტკივილებმა რომ დაიწყო ეს თავისი ძალის აკრეფვა და ესე იგი უკვე გრძნობ ანუ მე მგონია რომ გულისრევის შეგრძნება მაქვს თუმცა გულისრევის შეგრძნება არ არის მე ხო ეხლა გამოცდილი არ მქონდა საიდან უნდა მწოდოდა ხო ექიმს მეუბნები გული მერევა და ამას გული კი არ გერება მშობიარობა გაქვს დაწყებულიო და რამე ანუ ჭინთვები ხო და მე მგონია რომ გული მერევა
ხო და დაკეცილი იყო ეს ისა სამშობიარო მაგიდა და მახსოვს ეს როდესაც თაქსია და მე ვიფიქრე უკვე დროზე მეთქი დროზე და ეს გამახსენდა ეხლა ეს სურათი ამ მომენტიდან რომ ჩქარა მეთქი რა ხო სანამ ნიკას გავაჩენდი მაშინ სხვის მშობიარობას ვუყურე თუმე არ შეიძლებოდა და ერთი ვიღაც კაცი იყო ექიმი რომ დამინახა რა საკეთება როგორ არ შეიძლებაო თან ეს იყო იცით რომელი დღე შევარდნაძეზე ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა რომ მოხდა თუ გახსოვთ ზუსტად ის ღამე იყო იფხელა ის იყო მე მგონი რაღაცა შესანზარდა კიდევაც მგონი რაღაც თუ არასწორად მახსოვს მაგრამ ტელევიზორს რომ მიასკდა მთელი ექიმობა ეს კარგად მახსოვს ხო ნუ მოკლედ ესეთი გამახსენდა უცბად საიდანაც წავედი უცბად ესეც მოგიყევით ხო ასე რომ ესეთი ამბები კარგით ახლა მე დავვლევ ჩემ ყავას შევხედავ ახლა არ მგონია დღეს გავხეხო ის ქვაბი რაღაცა ხალისიც უნდა გქონდეს მომდომება რომ მოტივირებული იყო რომ გულიანად გააკეთო კარგად ჯერ არა მაქვს ეს ვერ ვხსნობ ხო და ჩაუჯდები ახლა რამეს ვუყურებ სხვათა შორის ვნახე კორეული სერიალი ანუ დორამას ეს არის რა დორამა არა მოკლედ 8 სერია აქვს ქვია რა ქვია ტრავმატოლოგიური ცენტრი ძალიან მომეწონა აი ძალიან მომეწონა როგორც გრეის ანატომიის ვარიანტი ოღონდ კორეული ხო და თან ესე იწყება რა რომ ეხა კომიქსების მიხედვით ხო ხვდებით მოკლედ კაია ვისაც მოგწონთ ესეთი ტიპის სერიალები ანუ დორამა ჩაუჯიქ ესეთი ამბები კარგით აბა დროებით და ხვალამდე